2024 წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მილიონობით ლარი დაიხარჯა. სოფლებს წლების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემები მოუგვარდა, თუმცა კვლავ რჩება გამოწვევები. რა მასშტაბური პროექტები განხორციელდა და რა იგეგმება 2025 წელს, თემაზე ვრცლად ვისაუბრებთ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერ გიორგი მაჭავარიანთან ერთად. ბატონო გიორგი, გამარჯობა, დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ ტელეკომპანია გურჯაანის სახალხო გადაცემაში. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ბატონო გიორგი, 2024 წელი რომ შეაჯამოთ, რა მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა ჩვენს მუნიციპალიტეტში? 2024 წელი რომ შევაფასოთ, არ შეიძლება არ დავიწყოთ იმით საუბარი, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ყოველწლიურად მზარდია და წელს 60 მილიონ ლარს გადააჭარბა. აქედან 33 მილიონ ლარზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის იყო გამოყოფილი, სადაც 120-ზე მეტი პროექტი, სხვადასხვა სახის პროექტი განხორციელდა, როგორიც არის გზები, სკვერები, ბავშვები, ბავშვთა გასართობის სივრცეები, საბავშვო ბაღები. კარგად მოგეხსენებათ, რომ მარტო გურჯაანში 7 დიდი პროექტი ხორციელდება, რომლიდანაც გამოყოფდი 3. ერთი არის 9 აპრილზე სპორტ კომპლექსის მშენებლობა, რომელიც გრანდიოზულია, საერთაშორისო სტანდარტების იქნება და არაერთი სასიკეთო პროექტი განხორციელდება. ასევე გამოყოფდი 2 დიდ პროექტ საგზაოს, რომელიც არის გურამიშვილის და რუსთაველის. მართალია სამშენებლო სამუშაოები ჩვენს მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის, მაგრამ ამის გარეშე მშენებლობა წარმოუდგენელია. ასევე 2024 წლის ბიუჯეტთან ერთად მზარდია სოციალური პროგრამების დაფინანსება, რომელმაც 3 მილიონ ლარს გადააჭარბა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის სოციალური და მომსახურების სამსახური ყოველთვის ზრუნავს იმისთვის, რომ აღნიშნული პაკეტები ჩვენს მოსახლეობაზე მაქსიმალურად იყოს მორგებული. წლევანდელი წელი 24 წელი გამოირჩევა იმითაც, რომ განხორციელდა არაერთი ახალგაზრდული პროექტი, რომელიც ახალი პროექტებითაც და უკანასკნელი პროექტებითაც ასევე ჩვენს ახალგაზრდებზე და მომავალთაობაზეა მორგებული. კიდევ მინდა აღვნიშნო, რომ 2024 წელი მნიშვნელოვანი იყო სპორტული კუთხისთაც. ჩვენმა სპორტსმენებმა როგორც ადგილობრივ არენაზე, ისევ საერთაშორისო არენაზე იმოღვაწევეს და მოგვიტანეს როგორც ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები. ბატონო გიორგი, თუ არის ცნობილი, რა პროექტები იგეგმება უკვე 2025 წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში? 2025 წლისთვის ახალმა ბიუჯეტმა შეადგინა 45 მილიონ 626,300 ლარს, რასაც დაემატება კიდევ წლის განმავლობაში სახელმწიფოდან დამატებული არაერთი გრანტი. ამ ახალი ბიუჯეტიდან უკვე 12 მილიონი ლარამდე გამოყოფილია ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, რომელიც ასევე დაიხარჯება როგორც საგზაო სამუშაოებზე, ასევე სკვერებზე, ბაღებზე და ისევ საბავშვო ბაღებზე. თქვენი შეფასებით რა გამოწვევები რჩება მუნიციპალიტეტში? ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის ან სარეაბილიტაციო ან ახალი ჭაბურღილების თანხები აღარ არის შეტანული, ვინაიდან გაერთიანებული წყალმომარაგება უკვე ახორციელებს 18 სოფელში 24 საათიანი წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც 2025 წელს სრულად დასრულდება და დანარჩენ 6 სოფელში უკვე საპროექტო სამუშაოები შესრულდება. შეგვიძლია გადაჭრით ვთქვათ, რომ ზაფხულში პრობლემა აღარ ექნება სასმელი წყლის მოსახლეობას. ამ 18 სოფელში პრობლემა აღარ იქნება და 6 სოფელში სულ მალე გამოსწორდება. წლის ბოლოს მოსახლეობას წარუდგინეთ 1 წლის ანგარიში და როგორ შეაფასებთ მერიის მუშაობას? გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის 2024 წელი მართლაც ნაყოფიერი იყო, არაერთი პროექტი ჩამოთვალე, რომელიც ქალაქში და მუნიციპალიტეტში ხორციელდება. ასევე მინდა ვთქვა, რომ წელს რომ გურჯაანის ღვინის ფესტივალი იყო ასეთი გრანდიოზული და მასშტაბური არასოდეს არ ყოფილა. 424 მეწარმე მიიღო მონაწილეობა, 30,000-ზე მეტი სტუმარი ყავდა. ჩვენ უმასპინძლეთ ღვინის ფესტივალზე როგორც უცხოელ სტუმრებს და დელეგაციებს, ასევე უცხოელ ბლოგერებს. და ჩვენი გურჯაანის ღვინის ფესტივალი როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მედიის ცენტრშიც კი მოექცა. ასევე მინდა გამოყო 2024 წელში ახალი ტრანსპორტის შემოსვლას, რომელმაც ყველა სოფელი აითვისა
ყველა სოფლის მოსახლეობაზეა გრაფიკი მორგებული და ასევე ჩვენს მოსახლეობაზეა მორგებული შეღავათიანი გადახდის ტარიფები ჩვენი მოსახლეობისთვის. დიდი მადლობა რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა, წარმატებას გისურვებთ. რახან ამ წელში ბოლო გადაცემაა ჩვენთვის, მინდა ჩვენს მოსახლეობას მიულოცო დამდეგიშობა ახალი წელი, უსურვო ჯანმრთელობა, ხვავი ბარაქა, მშვიდობა და გაერთიანებულ საქართველოში ცხოვრება. მადლობა, გილოცავთ ასევე შვება ახალ წელს.